ვაფშე არ გარბი ხარ? ეს არის საჯარო მოხელის მეტყველება? თქვენ ნამდვილად შეგწყდებათ ეხლა, იმიტომ რომ დემილით შეულებრივად. ეს მაია ბითაძეა, ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული დეპუტატი, რომელიც მათთვის კითხვების დასმის გამო თავს გვესხმის და გვემუქრება, რომ დაგვასანქცირებს. ჟურნალისტების დასჯა ამ შენობაში ყველაზე კარგად გამოსდით. ჯერ მითხარი დეა, რამდენად სამართლიანი იყო შენი ნათქვამი ჩემს მიმართ, ადამიანი რომელიც გამოვედი კომიტეტის დომიდან, ჩემთან შეკითხვა არ დაგისვამს, ლიფტიდან გამოვედი, გამოსულებინე, თქვენ დაიწყეთ გადაღება, თქვენ საჯარო მოხელებს დანდებით და ვალდებული ხართ, გამოვედი. ეს საუბარი კიდევ დიდხანს გრძელდება. თავდაპირველად მასთან კითხვები ნამდვილად არ გქონია, ვიდრე თავს არ დაგვესხმებოდა. ეს რეპორტაჟი გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებებსა და მის შესაძლო განვითარებაზე უნდა ყოფილიყო, ამიტომ კითხვის დასმა გვინდოდა წულუკიანის კომისიის ერთ-ერთი წევრის, ალუდა ღუდუშაურისთვის, რომელმაც ამის გამო მანამდეც დაგვამონათა. გითხრა, რომ კომიტეტის დასრულების შემდეგ კომენტარს გააკეთებდა. დაველოდეთ კომიტეტის დასრულებასაც. ამასობაში ალუდა ღუდუშაურმა მოიფიქრა, რომ შაბათის ფორმულასთან კომენტარს არ გააკეთებს. 2025 წლამდე ვერ ამჩნევით სასახიჩრებულ ადამიანებს. საზოგადოებრივი ინტერესი და თქვენ ვალდებული ხართ უპასუხოთ როგორც საჯარო მოხელე. ამ დროს არასასურველი კითხვებისგან კოლეგის დაცვა მაია ბითაძემ გადაწყვიტა და დასანქცირების მიზნით მობილურ ტელეფონზე კამერა ლიფტში ვეჩართო და ჩვენი გადაღება დაიწყო. ძალიან ყველა კითხვაზე გაგწევთ. აი ამას თქვენ არ გაჩერდით. თავხედო. ქალბატონო მაია, თქვენ გვიპასუხეთ. არ გამომეკითხეთ საუბრის. კარგით, ქალბატონო მაია. არ გსხვენიათ ეს საქციელი, ქალბატონო მაია. უხერხული არ არის, რომ საჯარო მოხელე გაურბის კითხვებს. როგორც ხედავთ, იმ მედიის ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მათ პროპაგანდას არ ეწევიან და კრიტიკულ კითხვებს უსვამენ, პარლამენტში მუშაობა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. ეგრეთ წოდებულმა საჯარო მოხელეებმა, რომლებიც წესით ანგარიშვალდებულები უნდა იყვნენ მოქალაქეებთან და ყველა არსებულ კითხვას უნდა უპასუხონ, საკანონმდებლო ორგანო ოცნების კერძო ოფისად აქციეს. ჟურნალისტების თითქმის ყველა მცდელობა იმ კითხვებზე პასუხის მოსაპოვებლად, რომლებიც საზოგადოებას ეხება, კოლექტიური ბითაძეების მხრიდან თავდასხმითა და მუქარით სრულდება. მედია რომ ვაფშე და რაღაცეებზე არ გამომიკიდებით. ეგეც უხერხულია თქვენი მხრიდან. აი ამ ტიპის მეტყველება თუნდაც კი, როცა რაღაც ელემენტარულ მოქმედებებზე და საქციელებზე გაქვთ პრეტენზიები, ჩემს გამოდიხართ ლიფტიდან და გარჩევას მეწყობთ. ეს გარჩევაა. თქვენ ვიწყობთ გარჩევას კი, ამას მეტი არაფერი არ თქვია. მართლა გეუბნებით საერთოდ აკარგული გაქვთ ადამიანების სახე. თქვენზე შემიძლია ვთქვა ეგ ნამდვილად. ადამიანურის რა გითხრათ, თუმცა ფაქტია, ამ შენობაში თავმოყრილთა რეალური სახე ნამდვილად ეს არის. ჩვენი მრავალი მცდელობის მიუხედავად პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები 20 ივნისზე. მივა თუ არა გამოძიება სხვა მაშინდელ მაღალჩინოსნებამდე და გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას ადამიანების დასახიჩრებაზე, რაც მომხდარიდან 6 წლის შემდეგ მხოლოდ მაშინ შეამჩნიეს, როდესაც ექს-პრემიერ გიორგი გახარიაზე პოლიტიკური შურისძიება დასჭირდათ. არ გითხარი და ეხლა მაინც მომსდე? ხედობაზე არის საუბარი. თქვენ კოლეგას კითხეთ და გეტყვით. გახარიაზე მინდა გკითხოთ, ოცნების პასუხისმგებლობა არ არის ის 2025 წლამდე ვერ ხედავდით დასახიჩრებულ ადამიანებს, ბატონო ირაკლი. მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული ორივე საქმის, როგორც ჩორჩანას, ასევე 20 ივნისის დროს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო. ამიტომ კითხვების დასმა მასთანაც უცადეთ. გითხრას, რომ საქართველოში არ იმყოფება. არსებული ინფორმაციით მას გამოძიებისთვის ჩვენება ჩორჩანას ეპიზოდზე აქვს მიცემული, თუმცა 20 ივნისის საქმეზე გამოკითხული არ არის. საქართველოშია? არ არის საქართველოში. 20 ივნისის საქმეზე რამდენიმე დღის წინ გამოიკითხა მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოვლაძე. ის სახლში არ დაგხვდა, თუმცა ოცნების ეგრეთ წოდებული დეპუტატებისგან განსხვავებით ჩვენს კითხვებს არ გაქცევია. შესაძლოა თუ არა რომ დადგეს მამუკა ბახტაძის პასუხისმგებლობა, რადგან სწორედ ის იყო ამ დროს პრემიერ-მინისტრი. ამოვიცავ, რომ მამუკა ბახტაძის პასუხისმგებლობა იქნებოდა. ეს ჩემი პირადია, რომ მამუკა ბახტაძის ძალეულობა აქ არაფერი არ არის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, თუ მამუკა ბახტაძის როლს გავუძლებთ, თქვენ ბუნებრივია დაუსვამო, ეს რა ვიცი, რა სწავლა. შესაძლოა რომ
როგორ უნდა გითხრათ მე ვის მიმართ შეიძლება იქ იყოს ვიღაცა შეიძლება ის ადამიანის მიმართ გაუჩნდეს გამოძიებას კითხვა რომელიც ახლა დაკითხული არ არის ან არის დაკითხული მე შეიძლება მეორე დავკითხო რა მეხუთე მანამდე მან 20 ივნისის საქმეზე კითხვებს ვრცლად უპასუხა წულუკიანის კომისიაზეც. ბახტაძის ძალიან ისეთი დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ არანაირი ის არ უნდა გამოყენებულიყო სპეცსაშუალება, იმიტომ რომ არ იყო ხა იქ ის რაოდენობის ხალხი, რომელსაც სხვა მეთოდებით ვერ გაუმკლავდებოდი. მესიჯის ფორმირება მოხდა გახარიას მიერ, რომელიც უთხრა პრემიერ-მინისტრს, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი მამუკა, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი სპეცსაშუალების გამოყენებას. ხეშად 10 წუთის განმავლობაში პრემიერმა განცხადება თხრობით რეჟიმში გააკეთა, თქვა, რომ მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ თვითონაც აღშფოთებული იყო, ყველა ნორმალური ქართველი აღშფოთებული იყო იმით, რაც მოხდა. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, გეუბნები თქვენ, რომ ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც გამოიყენებს ძალისმიერ მეთოდებს ჩვენივე შვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. ეს არ მოხდება. მამუკა ბახტაძის განცხადების შემდეგ, რამოდენიმე წუთში, როდესაც სანამ მე მივედი იმ ოთახამდე სროლა იყო დაწყებული. თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ საკმაოდ რთული საუბარი შედგა მამუკა ბახტაძესა და გიორგი გახარიას შორის. შეგიძლიათ ამაზე უფრო მეტი დეტალი რომ გითხრათ? ეხლა მე და თქვენ შევთავაზეთ რაღაცათა, ხო? მე და თქვენ სრულიად ორი უცხო ადამიანი თქვენ თვალით ავყავთ თანხი. რაღაცაზე რომ შევთავაზეთ მე და თქვენ. მე ესე არ გავაკეთო, თქვენ ხო გაგიჩნდება ჩემს მიმართ ძალიან სამართლიანი კრიტიკა, პრეტენზია და შემდეგ. მე საუბრის დეტალებში ღრმად თქვენთან არ შევალ. სიტყვების და რაღაცა ფრაზების მოტანას არ დავიწყეთ, იქ რაზე იყო საუბარი, მაგრამ მე გამოძიებას მივიცი ამასთან დაკავშირებით ჩვენ. კრიტიკულად მე არავის უართ არ ვარ, მე ვარ სამართლიან ამ შემთხვევაში, მე ვყვები იმ ფაქტობრივ გარემოებს, რაც იქ იყო. რაღაცა შეიძლება მოიჩვენოს კრიტიკულად, ის არის რაგვარია, მაგის ადვოკატი რო არის, ბუთხოვი სიჭინავა, ტრაფია ვარ ვის არ ვიცი. რა ბერდია სიჭინავა. ბერდია იყოს. დაბეზრება არის იმ შემთხვევაში ადამიანს აბეზრებს იმ შემთხვევაში დაბეზრების შეფასებას აკეთებს იმ შემთხვევაში, როდესაც თვითონაც ცulis რომ სიმართლეს ვაპარაკობს მეორე ადამიანი. დადგება თუ არა სხვა ყოფილი თუ მოქმედი პირების პასუხისმგებლობა და ხომ არ აპირებს გიორგი გახარია დაასახელოს 20 ივნისს მასთან ერთად ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს. კითხეთ მის ადვოკატს და პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთ ლიდერს ბერდია სიჭინავას, რომელიც ამბობს, რომ ამ სასამართლოს პირობებში ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის იმედი არ აქვთ, თუმცა მათი მთავარი მიზანი ყველა არსებულ კითხვაზე პასუხის გაცემა იქნება. ორგანიზებას ხომ ედავებიან გიორგი გახარიას რაღაც სიგიჟის ერთადერთი ორგანიზატორი, რომელმაც დააორგანიზა 20 ივნისზე ამ ქვეყანაში არის ირაკლი კობახიძე, რომელმაც სერგეი გავრილოვი ჩამოიყვანა ამ ქვეყანაში უმასპინძლა წინა დღეს. მე პროტესტის თავისი სავარძელი დაუსწრნა ზვიად გამსახურდია საიდანაც აქვს გამოცხადებული ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა. ყველაზე მეტი სიგიჟე რაც არის ამ თელ სისხლის სამართლის საქმეში არის ის, რომ ამავე ბრალის დადგენილობაში წერია, რომ გიორგი გახარიამ არ იცოდა რეზინის ტყუების გამოყენების შესახებ და მან შემდეგ გაიგო და ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის განზრახ ძიმე დაზიანება აქვთ მიღებული აქვს რეზინის ტყუების გამოყენების შედეგად. ანუ ადამიანს არ ედავებიან რეზინის ტყუების გამოყენების ბრძანებას, მაგრამ ედავებიან შედეგს, რომელიც გამოიწვია რეზინის ტყუების გამოყენება. ოცნების წევრებმა დასახიჩრებული აქციის მონაწილეები თუ ჟურნალისტები მხოლოდ ახლა მომხდარიდან 6 წელიწადში დაინახეს. მანამდე კი გვახსოვს 20 ივნისის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის და მისი სხვა ქვეშევრდომების კომენტარები, როგორც თავად უწოდებდნენ სუპერძალოვან გიორგი გახარიაძე. ის რომ ლეგიტიმური იყო აბსოლუტურად პოლიციის ქმედება თელმა სოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადადგეს გახარია? ნაცებს უნდათ მარტო. ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის. აქვთ თუ არა თავად დაზარალებულებს სამართლიანი გამოძიების და ყველა დამნაშავის დასჯის იმედი. ამაზე 20 ივნისის დაზარალებულსა სიმბოლოდ ქცეულ მაკო გომურს ვესაუბრეთ. ის ამბობს, რომ ამ სასამართლოს პირობებში გახარიას წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემს, რადგან ფიქრობს, რომ მიზანი არა დამნაშავეების დასჯა, არამედ პოლიტიკური შურისძიებაა. ერთი მხარე არის ის, რომ კი, კარგია, რომ დამნაშავე მაგავს პასუხი, თუმცა მეორე არის ის, რომ რამდენად სამართლიანი იქნება ქოცების სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი. როდესაც ჩვენ ხო ვიცით, ყველამ რომ 20 ივნისის შემოქმედი არ ყოფილა მხოლოდ გახარია, 20 ივნისის შემოქმედი იყო მთლიანად ქართული ოცნება. ამაში მონაწილეობის მიღება ჩემთვის არ არის სწორი, იმიტომ რომ რამდენადაც
მე მინდა რომ დაისაჯოს დამნაშავე და რა თქმა უნდა გახარია ჩემთვის დამნაშავეა. მეორე ვარიანტი არის ის რომ ქოცებს არასდროს არ მივცემ იმის უფლებას რომ ჩემი დახმარებით აი ეს 20 ივლისის სისხლიანი ღამე ჩამოიშორონ მხრებიდან და ამ საქმიდან დაიბანონ ხელები ესე სუფთად გამოვიდნენ. ქართული ოცნება გიორგი გახარიას ორზე მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ორგანიზების გარდა საქართველოს ეროვნული ინტერესების ხალხშიც ადანაშაულებს. იმის გამო რომ 2019 წელს მან ჩორჩანასტყეში საგუშაგო ჩადგა. თუმცა რამდენიმე დღის წინ ერგნეთის მოლაპარაკებებზე მისულმა სუსის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ, რომელიც წლებია ამ შეხვედრების მუდმივი მონაწილეა, თქვა რომ არსებული პოსტი საფრთხეს არ წარმოადგენს. პოლიციის სტაციონარული პოსტი განთავსებულია ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მასზე იმყოფებიან პოლიციელები სტანდარტული საპოლიციო აღჭურვილობით. წარმოუდგენელია იმის მტკიცება, რომ თუნდაც თეორიულად შეიძლება ეს პოსტი ვინმესთვის საფრთხეს წარმოადგენდეს. ამან ქართული ოცნების წევრების გაკვირვება და შეშფოთება გამოიწვია. შეხვედრიდან გამოსული ირაკლი ანთაძეს კი ამ განცხადების გამოსწორება მოუწია, რომ ოცნებისა და მისი პოზიციები უფრო დაახლოვებულად წარმოიჩინა. პოლიციის სტანდარტული პოსტი არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს და ამ კუთხით საფრთხეები განეიტრალებულია, საფრთხეს წარმოადგენდა თავის დროზე მისი დანაშაულებრივი მიზნით ჩადგმა. ბერძენ სიჭინავა ამბობს, რომ ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით საქმის აღძვრით ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ პოლიტიკურად იძიებს შურს გიორგი გახარიაზე, არამედ საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ვახტანგ გომელაურის, ლევან იზორიას, რომელიც უშიშროების საბჭოს მდივანიც იყო ამავე პერიოდში, გარკვეული პერიოდულობით სანამ ელჩი გახდებოდა, სუჯაშვილს, ბახტაძეს, კახიშვილს, რომლებიც ეს ჩამოლაგებულები არიან და ივანიშვილის დავალებით გიორგი გახარიას წინააღმდეგ გაქვთ მიცემული ჩვენებები, ჩვენი შეფასებით ეს არის ცრუ ჩვენებები, ყველა მათგანს აუცილებლად მოუწევს საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო პროცესის გამოცხადება და ყველა კრიტიკული შეკითხვისთვის პასუხის გაცემა. დადგება თუ არა ოცნების ამ და კიდევ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა, რაც წესით ამ საქმეებს ლოგიკურად უნდა მოჰყვეს, დრო გვაჩვენებს. მანამდე კი ჩვენ შევეცდებით ოცნების მიერ შექმნილ ამ მტრულ და აგრესიულ გარემოშიც კი დავსვათ ყველა კრიტიკული კითხვა, რომელიც საზოგადოების ინტერესშია. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეპორტაჟის შემდეგ პარლამენტში შესვლა სავარაუდოდ რამდენიმე თვით აგვიქცალავენ. რეპორტაჟზე არ არის. მე სიტყვა თქვი ვაფშე რა. ამაზე შეგიძლია ალგო ბედნიერი რეპორტაჟი და გაგიხარდეს მე რომ ვიღაცები რაღაცას დაწერენ. უბრალოდ მაგიტო არ ხავს რომ მაგათ ძალიან ისი არის თქვენს მიმართ განწყობილი არ შეიძლება ეს რა. ადამიანებზე ნადირობა